დილამშვიდობისა საქართველო. დილამშვიდობისა. Ყოველთვის საყვარელი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკა სულ სხვაგვარად ამჯერად ჯაზის ჟანრში გადაწყვეტილს 15 იანვარს მოისმენს მსმენელი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში. ფონდ ავტოგრაფის პროექტში მონაწილეობას ლატვიელი, ამერიკელი და ქართველი ჯაზმენები მიიღებენ. მივესალმებით ჩვენ სტუმრებს, მომღერალი ლიზა ბაგრატიონია ჩვენთან, ასევე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა კობალაძე და ქართველი ჯაზ შემსრულებლები გიორგი კიკნაძე და პაპუნდა შარიქაძე. დილამშვიდობისა ყველას მოგესალმებით. გილოცავთ რა თქმა უნდა ყველაფერს მოგვიანებით დამდეგსაც. ბატონო გიგა, მოდით დავიწყოთ თქვენით. ეს არის პირველი პრეცედენტი, ხო, როგორც მე ვიცი, არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელ მსოფლიოში, რომ პირველად მოხდება რეალურად ჯაზში გია ყანჩელის მუსიკის შესრულება. შეიძლება ესეც ითქვას. ეს გახლავთ ავტოგრაფის პროექტი, რომელიც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა კონსულტაციებით, რა თქმა უნდა, ბატონ გიასთან და შემდეგ დაუკავშირდით ბადაგონს, რომელმაც გამოიჩინა ძალიან კარგი კეთილი ნება და დაგვეხმარა და გვერდში დაგვიდგა ამ პროექტის განხორციელებაში და 15 იანვარს, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, მართლაც უპრეცედენტო სანახაობის და წარმოდგენის მომსწრე გახდება ქართველი მსმენელი. იქნება ნამდვილად ისეთი შესრულება, რომელიც ჯერ საქართველოში არ ყოფილა. არის რამოდენიმე შესრულებული ლატვიელი მუსიკოსების მიერ რამოდენიმე თემა შესრულებული თავის დროზე წლების წინ, თუმცა აი მას ასეთი კომპლექსური სახე არასდროს ჰქონდა. და 15-ში იგეგმება ეს საღამო. ბილეთები უკვე გაყიდვაშია თუ ბილეთები მიწურულს არის თითქმის აღარ არის სამწუხაროდ ბილეთები და შეიძლება დარჩეს მსმენელი ზოგიერთი ისეთი, რომელიც ვერ მოხდება ამ კონცერტზე. შესაძლებელია ამ ფორმით და ვთქვათ აი ამ ინტერპრეტაციით გავიდოს შემდეგ თუნდაც საზღვრებს გარეთ. არ არის გამორიცხული, ჩვენ ამაზე ბუნებრივია ვფიქრობთ. გვაქვს იმედი, რომ წარმატებით ჩაივლის თბილისის კონცერტი და ამის შემდეგ უკვე შეიძლება რომ ეს არა მარტო კონცერტი, ეს DVD-ზეც გამოიცემა შემდგომში და ახლობით ერთ თვეში კონცერტიდან და შემდგომ უკვე ნახოთ რა განვითარებას პოვებს. და თვითონ ბატონ გია როგორ შეხვდა ამ ინიციატივას მისი უკტავი კომპოზიციები, ჯაზურ. იცით, ისტორია ამ ყველაფრის არის ასეთი, რომ ის ლატვიელი მუსიკოსები რამოდენიმე, რომელიც თბილისში იმყოფებიან უკვე მათ შეასრულეს რამოდენიმე თემა და ბატონმა გიამ ეს მოიწონა, სწორედ აქედან დაიბადა იდეა, რომ ამას მისცემოდა კონცერტის სახე და უკვე ერთგვარი კოლაბორაცია გაკეთებული იყო ქართველი და უცხოელი მუსიკოსები. ამდენად ამოუწურავია ალბათ თავის შესაძლებლობები, ჰარმონია, მუსიკალური თვალსაზრისით. გია ყანჩელის მუსიკის ალბათ ყველაზე კარგად უბრალოდ არისწავლებათ იმ მუსიკოსებს, რომლებსაც მუშაობთ მასთან და ლიზა თქვენს რეპერტუარშიც არის, რა თქმა უნდა, გია ყანჩელის არაერთი სიმღერა. როგორია თქვენი მოლოდინი თუნდაც? მე დღეს აქ როგორც მომღერალი არა ვარ, მე დღეს აქ როგორც კომპანია ბადაგონის წარმომადგენელი ვარ თქვენს ეთერში, მაგრამ ამ შეკითხვაზე მაინც დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს, იმიტომ რომ არათუ ჩვენს რეპერტუარში, არამედ ჩვენს ცხოვრებაში არის გია ყანჩელი სულ და მასთან ერთად გავიზარდეთ და მისით მოვდივართ და ეს მელოდიები, რომლებიც შესრულდება 15-ში, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი. ეს არის ჩვენი სიამაყის ერთ-ერთი მთავარი წყარო და ეს არის ის კომპოზიტორი, ეს არის ის უმაღლესი მუსიკა, რომელიც შეიძლება ყველანაირად შესრულდეს. აბსოლუტურად ყველა ინტერპრეტაციით. ეს არის ის მუსიკა, რომელსაც ბატონი გია თვითონ გამოყენებით ეძახის და მის უმეცინება ხოლმე, იმიტომ რომ ასეთი გამოყენებითი ცოტათი თუ ეკრება მსოფლიო, ცოტა მეტი, ალბათ ბევრად უფრო ლამაზები და ბევრად უფრო კეთილები ვიქნებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მართლაც იცით კომპანია ბადაგონისთვის ეს რაღაცა ძალიან გიგა არ მოიტყუება პირველივე დაძახებაზე კი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ხშირად ამ ადამიანთან, ასე ვთქვათ, ესეთი ურთიერთობა. მე ტალინში მქონა სოლო კონცერტი, სადაც ძალიან გაჯერებული იყო ბატონი გიას მუსიკა ამ კონცერტის და დავპატიჟეთ ისე, რაღაცა ძალიან გვინდა რომ ჩამობრძანდეთ და ეს არის ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოდის ადამიანთან, რომელსაც
აქვს სურვილი მის მუსიკასთან და მასთან უთხო და ჩამოვიდა და იქ რაღაცა ძალიან დიდი ზეიმი მოგვიწყო თვითონ მან და ამიტომ კომპანია ბადაგონი თქვა არის ხოლმე ნიკასთან რაღაცა საღამოები საერთოდ სულ იღებს მონაწილეობას და ამიტომ აი ასეთი ტიპით რომ ჩვენ წარმოგვედგინა ეს პროექტი ჩვენთვის კომპანია ბადაგონისთვის იყო ძალიან მართლა ძალიან სასიხარულო და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო რომ ეს არის მუსიკა რომელიც მე ვარ დარწმუნებული რომ იქნება უკტავი იმიტომ რომ ეს არის ისეთი მაღალი მუსიკა რომელიც ყველაფრის საშუალებას გაძლევს და რაც ყველაზე სასიხარულოა ამ ჯერათ ის რომ ბატონი გია თვითონ რაც სამწუხაროდ იშვიათი გამონაკლისი არის ადამიანი რომელიც სრულ თავისუფლებას გაძლევს. ძალიან დიდი ფუფუნება ალბათ. ძალიან დიდი ფუფუნება თუ მან შეამჩნია რომ ამას აკეთებს ნიჭიერი ადამიანი. ამას აკეთებს ადამიანი რომელიც რაღაცის ახალი შექმნა შეუძლია. ამას აკეთებს ადამიანთა ჯგუფი რომელიც ამას სიყვარულით ეპყრობა ის აი მთელი მისი ასე ვთქვათ გენიალურობით და არა ნიჭიერებით გაძლევს შემოქმედებით თავისუფლებას და ამისგან როგორც წესი ჩვენ მსმენელი ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებთ და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ 15 იანვარს ეს იქნება ძალიან კიდევ ერთი ძალიან დიდი ზეიმი სიყვარულის ნიჭიერების და აი რაღაცა ულამაზესი მუსიკის რომელმაც მე ასე ჩვენ აი ესე დაგვიტოვა და გვაჩუქა ბატონმა გია და ბოლოს მანამ სანამ ჩვენს ბიჭებთან გადავალთ ანუ ქართველი მუსიკოსებიდან ვინ იღებს მონაწილეობას ქართველი მუსიკოსებიდან არიან გიორგი კიკნაძე პაპუნა შარიქაძე რომელიც დღეს შეგვისრულებენ ასევე რეზო კიკნაძე, პავკა კვაჭაძე და რამოდენიმე კიდევ ქართველი შემსრულებელი. სულ დაახლოებით 10-12 შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბადაგონს და თბილისის მერიას, რომელიც არის ამ პროექტის მხარდამჭერი. რო არა ეს ხალხი პროექტი ვერ განხორციელდება. ველოდებით თქვენგან კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას, დარწმუნებული ვარ ამაზე არ შეჩერდება ავტოგრაფი, ეს პირველი პროექტია და მივესალმებით, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩვენს დღევანდელ სტუმრებს, კონტრაბასზე გიორგი კიკნაძე და პაპუნა შარიქაძე კლავიში, კი ბატონო, მოგესალმებით და დიდი მადლობა დღეს რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად. მაშასე გია ყანჩელის კიდევ ერთი უკვდავი არაჩვეულებრივი თემა. ქარი ქრის. Ismet.